თუ ცოლმა გადაგიყვარა, კი აგრესიულება გადანაშაულებს და თუ დაშორებას აპირებს, რისი გაკეთება შეიძლება. პირველ რიგში რა თქმა უნდა სწორი დიაგნოზი უნდა დავსვათ, რომ მივხვდეთ რატომ გადაუყვარდი. აქ კი არსებობს 4 ყველაზე გავრცელებული სცენარი. პირველი, მამაკაცი იყო ზედმეტად მკაცრი და შემდეგ რაღაც მომენტში უცებ ჩაისვარა. ანუ შენ გრძნობდი გარკვეულ ძალაუფლებას და ზუსტად იცოდი რომ ქალი შენზე მიჯაჭვულია. სასიყვარულო ურთიერთობებში არანაირი თანასწორობა არ არსებობს. აბსოლუტურად ყოველთვის ერთმა პარტნიორმა იცის რომ მეორეს ეგ ურთიერთობა უფრო მეტად სჭირდება და შესაბამისად უფრო მეტად ეჭიდება. ეგ კი სამსახურში უფროსის და ხელქვეითის ურთიერთობას ჰგავს. მათ შეუძლიათ მეგობრობაც, ერთად გართობაც, რაღაც ცხოვრებისეული პირადი საკითხების განხილვაც. მაგრამ როდესაც ჩნდება კრიტიკული სიტუაციები, გაუგებრობა და უთანხმოება, ყველა იმ პოზიციიდან იწყებს მსჯელობას, რა პოზიციასაც იკავებს. ხო და ამ პირველ სცენარში უფროსი იყო მამაკაცი, მაგრამ უკონტროლო ძალაუფლება ადამიანში თრობას იწვევს და ის ნელ-ნელა ობიექტური რეალობის ადეკვატურად აღქმის უნარს კარგავს. შედეგად მამაკაცი იყო მკაცრი იქ, სადაც სიმკაცრე არ იყო საჭირო, გადამეტებული იყო. ქალი კი მაგ უსამართლობის შეგრძნებას აგროვებს და ერთ მშვენიერ დღესაც შესარიგებლად აღარ მოდის. ქალის დისტანციაზე გასვლა კი მამაკაცში მომენტალურად იწვევს ოქსიტოცინის გამოყოფას. ამდენი წლის განმავლობაში მამაკაც პირველად უჩნდება იმის სურვილი, რომ ქალს აქეთ თვითონვე შეურიგდეს და ეს უბრალოდ ოქსიტოცინი მუშაობს მასზე, ცვლის შენ შინაგან მდგომარეობას, შენს განწყობას და ფიქრების თანმიმდევრობას. შედეგად გიჩნდება სურვილი, რომ ქალს შეურიგდე და თუ ქალი არ გირიგდება, შენს ბიოქიმიაში განგაშის ზარია, სასტრაფოდ რაღაც არის მოსაფიქრებელი და გასაკეთებელიო, რაც თავისთავად კიდევ გაშვებინებს შეცდომებს. რა ვითარება მივიღეთ? როდესაც უფროსი არაადეკვატურად და უსამართლოდ იქცევა, ქალი მას ემორჩილება ზუსტად იმ მომენტამდე, სანამ მისი დაკარგვის შიში აქვს. მაგრამ როგორც კი შენ სისუსტეს დაანახებ, მზად უნდა იყო რომ თქვენი ურთიერთობა ისეთი, როგორიც მანამდე იყო, აღარასდროს იქნება. ახლა უკვე შენი ცოლი ზის მეფის ტახტზე, რაც ნიშნავს არაადეკვატური მმართველის წინააღმდეგ აჯანყებას და ბუნტს. მაგ დროს შენ გაფიქრებული სახით ცდილობ მის გადარწმუნებას. შენ ეუბნები მას, მოდი ისევ ვიყოთ, როგორც ადრე ვიყავით. მე ხვდები რომ დამნაშავე ვიყავი და ბევრი შეცდომა დავუშვიო, მაგრამ არა, ეგ ეგრე არ მუშაობს. ქალში მთელი ის დაგროვებული ნეგატივი თავზე ჩამოგენდრევა. შენ ყველა წვრილმანს და ყველა დეტალს გაგიხსენებს. მის თვალებში შენ დაინახავ კრისტალიზებულ რისხვას, რომელიც სულ უფრო და უფრო მოიმატებს. მთელი პრობლემაც იმაში მდგომარეობს, რომ შენ რომ შეცვალო შენი მოქმედების ტაქტიკა და კარგი ბიჭი რომ გახდე, ეგ უკვე აღარ გიშველის. იმიტომ რომ მაგ დროს ქალში დოფამინის დონეც კლებას იწყებს. შენ ყოველდღიურად შეამჩნევ რომ ის სულ უფრო და უფრო ცივდება და აღარ უნდიხარ. დასკვნა, თქვენი ურთიერთობა ატომებად დაიშლება, იმიტომ რომ შენ არ გაგაჩნია მადლიერება, მას კი არ გააჩნია პატიების უნარი.